რა განვიხილოთ, თუ როგორ განახორციელოთ ნებისმიერ ტექსტზე, სურათზე ბმულის გაკეთება. ამისათვის საჭიროა მოძებნილი გქონდეთ შესაბამისი რესურსი ელექტრონული ბმულის და აღნიშნული ტექსტი, სადაც უნდა მოხდეს ამ ბმულის დართვა. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ იმ ვებგვერდზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მაგალითად მე მინდა რომ ეს სკოლის გვერდზე განხორციელებული პროექტი რომ არის, ეს ბმული ჩავაშენოთ ჩემს ტექსტურ რედაქტორში. მოძებნე სასურველი ბმული, დავდექი ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერ ფოტოსურათზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი აქვს. შემდეგ დგები პოსტის ნახვაზე და ამ შემდეგ ამ პოსტის ზემოთ, რაც არის ეს ვებგვერდზე განთავსებული ბმულის ამ შემთხვევაში ლინკი, ვაკოპირებ ამას მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, გამოვაკონტექსტური ფანჯარა, შემდეგ ვაწვევით მარჯვენა ღილაკით, ანუ მაუსის მარჯვენა ღილაკით კოპის, გადავდივარ შემდეგ ჩემს Word-ის დოკუმენტში, მოვნიშნავ სიტყვა, სადაც მინდა რომ იყოს ჩაშენებული ჩემი ეს ვებგვერდი, მოვნიშნავ, ისევ მაუსის მარჯვენა ღილაკი, გამოვა ისევ კონტექსტური ფანჯარა, ვირჩევ მარცხენა ღილაკით links, გამოდის ისევ დამატებითი ფანჯარა და ამ მისამართის ველში ადრესს რომ აწერია, ვდგები მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვაკლიკებ მარცხენა ღილაკით paste. ამის შემდეგ ვაწვევით OK-ს და დავინახავთ, რომ ეს ბმული ნამდვილად განხორციელდა ამ შემთხვევაში ჩემს კონკრეტულ სიტყვაზე. როგორ ვიგებ, რომ ნამდვილად განხორციელდა, როგორც კი მივიტან კურსორს აღნიშნულ სიტყვასთან, ხედავთ, რომ მის ზემოთ ჩნდება, რომ ნამდვილად არის მასზე განხორციელებული ბმული. მას ერთხელ დაკლიკებით, ნამდვილად გაიხსნება ის აღნიშნული გვერდი, რომელიც მე ჩავაშენე. როგორ მივაბა მაგალითად YouTube-დან რამე ვიდეო რესურსი. მაგალითად, ისევ შევდივარ მე, რა თქმა უნდა, YouTube-ზე, თუ YouTube-დან მინდა რომ წამოვიღო რამე ბმული, ავარჩევ რამე მუსიკას, ამ შემთხვევაში იქნება კლიპი სიტყვაზე, დავაწვევი, ჩემს იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. იმ პატარა სიყვარულის რემლებს ფიცა იმ თეთრ კვანს დედა ჩემი სისფერთვალე მარჯვენა ღილაკზე გამოვა ისევ დამატებითი ფანჯარა, მარცხენა ღილაკით კოპი, ისევ წავალ ჩემ Word-ის დოკუმენტში, ვიდეოს ბმულ სიტყვას მოვნიშნავ, ისევ მარჯვენა ღილაკი, ისევ მარცხენა ღილაკით კოპის ლინკი, ისევ მარჯვენა ღილაკი, ისევ მარცხენა ღილაკით ჩასმა და OK. მაგალითად, თუ მომეწონა რომელიმე ვებგვერდი, რა თქმა უნდა, ისევ შევდივარ საძიებოზე, მაგალითად, მე ვიცი, რომ აქვს ელექტრონული რესურსები, არის ტექნოლოგიების, მუსიკის ხელოვნების, მუსიკა ხელოვნება და 4 საგანი მაქვს, მუსიკა ხელოვნება და ბუნება, ელექტრონული რესურსი, სადაც არის განთავსებული კომპლექსური დავალებები, ვაწვევი ამ ელექტრონულ ბმულს, ისევ მარჯვენა ღილაკი, კოპი, ისევ წამოვალ ელექტრონული რესურსების გვერდს მოვნიშნავ, მარჯვენა ღილაკი, ისევ მარცხენათი ლინკი, ისევ მარჯვენა ღილაკით და paste-ით მარცხენა ღილაკი და OK. ამ შემთხვევაში მე ჩავაშენე
3 სხვადასხვა ბმული, სხვადასხვა რესურსი, რომელზე დაკლიკებისას შემიძლია რომ გადავიდე აღნიშნულ იმ გვერდებზე, რაც მე მივანიჭე ამ შემთხვევაში. მოდი გავტესტავ, დავაწვევი ერთხელ მარცხენა ღილაკით და რა თქმა უნდა გაიხსნება ჩემი ის ღონისძიება, რომელიც მე ჩავაშენე. მეორე ვიდეო ბმული აუცილებლად გამიხსნის YouTube-ის სიმღერას, რისიც ჩავაშენე მე. და ეს არის მესამე ვებგვერდის ჩაშენება და ნამდვილად გადამიყვანა აღნიშნულ ვებგვერდზე. სულ ეს მინდოდა დღეს მეჩვენებინა თქვენთვის. გისურვებ წარმატება.